93 კვალიფიციური ექიმების რეკომენდაციები, ფართოდ გავრცელებული და იშვიათი დაავადებების პრევენცია, კვლევები და მკურნალობა. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. საღამო მშვიდობისა, თქვენ უსმენთ FM 93-სა და 1-ს, ეს ქალების რადიოა, დღეს სამშაბათია, საღამოს 6 საათი და ტრადიციულად მე გვანცა დარასელია თქვენთვის უძღვები გადაცემას ჯანმრთელობის საათი, სადაც მიზნად გვაქვს დასახული თქვენ ჩვენმა მსმენელებმა და მაყურებლებმა უფრო მეტი გაიგოთ თქვენი ორგანიზმის შესახებ, უფრო მეტი გაიგოთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, იმიტომ რომ ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ ქალების რადიოს ასევე რაღაცნაირად გგონია, რომ გვაქვს ეს მისია განსაკუთრებით ქალების ჯანმრთელობაზე მოგაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია. დღეს კი სწორედ ამ ჭრილში გვინდა ვისაუბროთ ნუტრიციასა და ქალების ჯანმრთელობაზე. რატომ აქვს ამხელა მნიშვნელობა კვებას, სხვადასხვა ნივთიერებების, მიკრო თუ მაკრო ელემენტების მიღებას ქალის ორგანიზმისთვის მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დაბადებიდან და შემდეგ უკვე ასაკშიც. ძალიან მინდოდა რომ ამ თემაზე სასაუბროთ ისტუმარი ვინც მყავს და ამიტომ ძალიან მიხარია რომ მან მიუხედავად თავისი გადატვირთული რეჟიმისა ეს საექიმო იქნება სამეცნიერო თუ სატელევიზიო მაინც მოახერხა ჩვენთან მოსვლა და მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი მარი მალაზონია ექიმი ნუტრიციოლოგი პროფესორი კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი და მე დავამატებდი ქალი რომელმაც თავისი ამ სატელევიზიო პროექტის ფარგლებში უამრავ ადამიანს აუხილა თვალი ძალიან ბევრ რამეზე რაც ეხება ჯანმრთელობას, მისცა ცოდნა ჯანმრთელობის შესახებ და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ზოგადად სამედიცინო განათლების ამაღლებაში. მოგესალმებით ქალბატონო მარი. მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა გვანცა უთბილესი წარდგენისთვის. მე უნდა გავამხილო რომ ჩემი მოსვლის მიზანი არის იმ საქმის გაგრძელება, რაზედაც თავად საუბრობდით და რასაც ყოველდღე მე ვაკეთებ და რასაც ემსახურება ხო თქვენი რადიო და არაჩვეულებრივი წამოწყება. უნდა ვთქვა რომ მამოძრავებელი რასაკვირველი არის პირადად ჩემი დამოკიდებულება. თქვენ მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და გულშემატკივრობთ, გილოცავთ ამ წამოწყებას და მე გისურვებთ გულწრფელად ძალიან ბევრ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა, უღმესი მადლობა. თქვენც ასევე გისურვებთ დიდ წარმატებას. ვიცი რომ თქვენი პროექტი სატელევიზიო გრძელდება კვლავ საქართველოს პირველი არხის ეთერში და ასევე თქვენ საგრძელებთ თქვენს სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობას, რომელსაც აუცილებლად შემდეგაც, მაგრამ მოდით რაღაცნაირად ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენოთ, რატომ აქვს განსაკუთრებით ქალის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელობა კონკრეტულად ამ მეცნიერებას, ნუტრიციოლოგიას და რატომ არის ახლა ეს საკითხი ასეთი აქტუალური. რეალურად თუ შევხედავთ კვებას ზოგადად, ეს არის სასიცოცხლო მოთხოვნილება ორგანიზმის, მაგრამ ამავე დროს ზოგადად სიცოცხლის პირობა. არ არსებობს სიცოცხლე კვების გარეშე, ისევე როგორც არ არსებობს სუნთქვის გარეშე, მოძრაობის გარეშე და ასე შემდეგ. მაგრამ მოდით სხვაგვარად შევხედოთ საკითხს. მე დაახლოებით ვეცდები ის წახნაგი დავინახოთ, საიდანაც თქვენ საზოგადოებას აწვდით ინფორმაციას ქალების სამრეკლოდან. და ქალების სამრეკლოდან გვინდა თუ არ გვინდა ობიექტური ისტორიული რეალობა და ბიოლოგიური ამოცანა სამყაროში, რომ სიცოცხლე უკავშირდება ქალის ბუნებას. წარმოუდგენელია, ჯერჯერობით ასეა. არსებობს სამეცნიერო მცდელობებიც, როდესაც მამაკაცის ჩართულობით ბავშვის განვითარება, მშობიარობა და ასე შემდეგ იყო ექსპერიმენტულადაც დაგეგმილი და ნაწილობრივ განხორციელებულიც, მაგრამ ჯერჯერობით ქალი არის სიცოცხლის საიდუმლოს მატარებელი და ისე მოხდა, რომ
ყველა დაცვითი მექანიზმი არის სწორედ ამ შესაძლებლობის გაძლიერება ქალისთვის. რომ ქალს ყავდეს შვილი და ხალის სიცოცხლე. და აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კვება სასიცოცხლო მოთხოვნილება და თუ არა ქალის კვება, რომელიც სიცოცხლის სათავეა, რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი. მეორე საკითხია თავად ქალის კვება საიდან იწყება. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე დაბადების მომენტიდან, როგორი მნიშვნელოვანია, თქვათ, ჩართულობა, რომ ბავშვი განვითარდეს და გოგონა ახალშობილი იქცეს სრულფასოვან ქალად. ცოტა უფრო წინ წავიდა მედიცინა, როდესაც თქვა, რომ არა, ყველაფერი იცით მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ის 43-იანო კვირა სხვა არაფერია თუ არა კონსპექტი შემდგომი ცხოვრებისთვის, რომელიც იწერება ამ ქალისთვის დედის ორგანიზმშივე. ანუ ერთი ქალისთვის მეორე ქალის ორგანიზმში. მაგრამ ახლა თანამედროვე მედიცინა კიდევ უფრო შორს არის. და შორს წავიდა არა უბრალოდ ფიქრებში, არამედ ფაქტობრივად და დღეს ჩვენ ვიცით, როგორი იყო პოტენციური დედის ორგანიზმის ნაკლებობა, დიახ, ბავშვის ჩასახვამდე ეს არის როგორი იქნება ზრდასრული, ხანდაზმული ქალი, რომელიც ამ ქალის მიერ გაჩნდება. წარმოიდგინეთ რა დროის რა მონაკვეთს და ზოგადად პრაქტიკულად მთელი ცხოვრების კოდი, რომელიც იწერება ჯერ კიდევ ადამიანის ჩასახვამდე ქალის ორგანიზმში. არსებობს კვლევები გვანც, რომელიც გვეუბნება, რომ მაგალითად ბებია როგორ იკვებებოდა, ეს არის პრედისპოზიციას ვეძახით ჩვენ, მაგრამ რეალურად წინასწარ განწყობა იმისთვის, როგორ იქნება შვილი გოგონას მდგომარეობა და არსებობს კვლევები, თუ ბებო მაგალითად კონკრეტული საკვები პროდუქტების სისტემატური გამოყენებით კვების მოდელს ღვიძლის გაცხიმოვნების რისკი მის ქალიშვილთან და მის შვილიშვილ გოგონასთან შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ყველა იმ დანარჩენი ბებოს შემთხვევაში, ვინც მაგალითად ჩიფსებს ძეხვებს პროცესირებულ ხორცს არ მიეწევთ. კი ბატონო. კარგით, მოდით გამოვყვებით ამ მსჯელობაში და რადგან ჩვენ რამდენიმე გადაცემის წინ სწორედ გინეკოლოგთან ვისაუბრეთ მუცლად სწორედ ორსულის კვების მნიშვნელობაზე და განვიხილეთ მეტნაკლებად ეს ძირითადი ასპექტები და რადგან თქვენ თავაზობთ, ასე ვთქვათ, მაინც ასაკობრივ ჭრილში განხილვას და ჩემთვისაც ეს ძალიან საინტერესოა. მოდით დავიწყოთ ბავშვის დაბადებიდან. ანუ ქალი მოევლინა ქვეყანას და ეს ქალი ბუნებამ სწორედ მოავლინა ქვეყანას ერთ-ერთი მისიით, რომ სამომავლოდ მას ეს ფერტილური უნარები სწორად ჩამოუყალიბდეს, ის იყოს ჰორმონალურად მისი ორგანიზმი ფუნქციონირებდეს ჰორმონალურად სწორად, მისი ძვლოვანი სისტემა განვითარდეს სწორად და ასე შემდეგ. მოკლედ, გარდა ამ რაღაცა სუპერგმირული მისიის, რომელიც ჩვენ ქალებს გვაქვს, ხო, კიდევ ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენს თავზე ასახები, რომ მაქსიმალურად ჯანმრთელები დავხვდეთ ამ მისიის შესრულებას. აი ჩვილის კვება მაგალითად, ხო? რა როლს ასრულებს და რაღაცა მსმენია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იკვებება ჩვილი. მოდით განვიხილოთ მაშინ ქალების ჭრილში ესეც. სიამოვნებით, თუნებას დამრთავთ, მე თავიდან ჩონჩხს დავხატავ, როგორ წარმომიდგენია ეს ყველაფერი და ცხადია გავყვები იმ ხას, რომელიც თქვენ ამ შემთხვევაში აღწერეთ. თუ ქალის დანიშნულებას, ბიოლოგიურ ამოცანას, მე არ ვაკნინებ ამ შემთხვევაში ქალის როლს, უბრალოდ როგორც ერთ-ერთ მხარეს მისი არსებობის ისევ სამხალხს, თუ გნებავთ სუპერგმირობას, განვიხილავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ სიცოცხლის გზაზე, ანუ დროში როგორ არის ეს ყველაფერი, მაშინ ნებისმიერი კრიტიკული ფაზა ქალის ცხოვრებაში უნდა დავუკავშიროთ მის რეპროდუქციას. გვინდა თუ არ გვინდა ეს ასეა, რატომ? იმიტომ რომ თუ დავფიქრდებით, ნებისმიერი საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც დგება ქალის ცხოვრებაში, უკავშირდება სწორედ ამ უნარებს. ერთ შემთხვევაში ამ უნარების ჩამოყალიბებას, შემდეგი ეტაპი არის რეპროდუქციული ფაზა, ამ უნარების განხორციელება და შემდეგი კრიტიკული ფაზა არის ამ უნარების გაქრობა. ანუ პრაქტიკულად ქალის ცხოვრება გარკვეულწილად ეფუძნება და კვებაც
მიყვება ამას პარალელურ რეჟიმში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალშობილობიდან გოგონას კვებაზე, აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ დაახლოებით 6-8 წლამდე ეს დამოკიდებულია ქვეყნებზე და რატომ ქვეყნებზე? იმიტომ რომ სამხრეთულ ქვეყნებში ცოტა განსხვავებულია ვაჟისა და ქალის განვითარების ტემპები. საშუალოდ ასე ითვლება 6-8 წლამდე არსებითი განსხვავება ნორმებში რომ ნახოთ. ქალვას შორის პრაქტიკულად არ არის. მაგრამ არის საერთო კანონზომიერება. გოგონას შემთხვევაშიც არის ცალ-ცალკე უამრავი მტკიცებულება და რა კითხეს ქალებზე ვსაუბრობთ გოგონების შემთხვევაში ისეთივე არის აქ შეგონება მთავარი, რაც იქნებოდა ზოგადად, რომ ბუნებრივი კვებაზე ბავშვის გაზრდა განსაკუთრებით პირველი 6 თვის განმავლობაში არის შეუცვლელი გრძელვადიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ ეს არის მზანტი სხეულები, ეს არის უამრავი რესურსი, მათ შორის ვიტამინები, მათ შორის განსაკუთრებით ცხიმში ხსნადი ვიტამინები, იმიტომ რომ დედის რძის ცხიმთან ერთად გადადის. იმუნური სტატუსიც ხშირად ამაზე ავდამს. იმუნური სტატუსის მზანტი სხეულებია. ეს არის პრაქტიკულად დედა აცრის გარეშე აწვდის აი ამ მასალას გამზადებულს მინერალები და ყველაფერს რო თავი დავანებოთ ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების სახით თუნდაც დედის ემოციების დონეზე გადაეცემა შვილს. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, შეიძლება მე ვაჩქარებ ტემპს, მაგრამ მნიშვნელოვანია მივიდეთ სწორედ პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკთან, იმიტომ რომ აქ იწყება მთავარი ქარიშხლები. მიუხედავად იმისა, როგორი ტემპით ხდება გოგონების შემთხვევაში, რომელ ქვეყანაში სად უფრო ჩქარა ეს პროცესი, რასაკურველია, დიახ, 8 წელი ზუსტად ის მიჯნა, ამიტომ არის კვებაშიც ასე 6-8 წელი განიხილება ზუსტად იმ გარდამტეხ ფაზად, როდესაც ჩვენ უკვე უნდა დავაკვირდეთ, გოგონას ვაჭმევთ თუ ბიჭს ვაჭმევთ. ეს მინდა სწორად გაიგო საზოგადოებამ, რომ უფლებების შემლახავი ან დამაკნინებელი არ არის. არა, ეხლა ჩემი გოგონა არის 8 წლის. ხო ხვდებით ეხლა მე როგორ მაინტერესებს. დიახ. ამიტომ აქ შემოდის პირველი ასეთი თემა, ენერგეტიკული მოხმარება, გვინდა თუ არ გვინდა, აი ამ ასაკიდან გოგონასი და ვაჟის განსხვავებულია. რას ნიშნავს? ბაზისური მეტაბოლური დანახარჯი. ბიჭის ჩონჩხი ისეა მოწყობილი, რომ ძლოვანი მასა, კუნთოვანი მასა ცოტა მეტი აქვს ვიდრე გოგონას. აი ერთნაირადაც რომ გამოიყურებიან ქალვაჟი, განსხვავება. ამიტომ არის ქალის სპორტი ცალკე და კაცის სპორტი ცალკე, ხო? მაგრამ სპორტის გარდა აქ არის ისეთ ქალის სპორტი და კაცის სპორტი კიდე კითხვებს ბადებს და აქ შეიძლება შორსაც წავიდეთ, მაგრამ კვებაში ზუსტად უნდა განსხვავოთ ქალის კაცის ულუფა. აქ არის ძალიან დიდი ვთქვათ ფაქტორი, ვინ შეიძლება დაზარალდეს ერთნაირი ულუფის შემთხვევაში. გოგონა. ესე იგი, გოგონას სჭირდება უფრო მეტი, უფრო ნაკლები. ანუ ენერგეტიკული დანახარჯი ვაჟისა არის უფრო მეტი ვიდრე გოგონას. ესე იგი, ვაჟი უფრო ადვილად ხარჯავს იმ ენერგიას, მეტ ენერგიას ხარჯავს, რა ენერგიასაც იღებს საკვებიდან, ვიდრე ქალი. დიახ, იმიტომ რომ მოსვენების მდგომარეობაში, ანუ საერთოდ ვაჟს მაჩვენებელი მეტაბოლური აქვს უფრო მაღალი, ვიდრე გოგონას. ცხადია, აქ ვლაპარაკობთ ჩვენ საშუალო მაჩვენებელზე. გამონაკლისები ყოველთვის არსებობს, მაგრამ საშუალო მაჩვენებელზე. შემდეგ ამასთან დაერთვის ზუსტად ორგანიზმის მზადება იმ რევოლუციური ქარიშხლისთვის, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს. რასაკურველია, ჩვენ შეგვიძლია მარტო ჰორმონებზე ქვია გარდატეხის ასაკი და ჰორმონალური ქარიშხალი. დიახ, მაგრამ აქ თუ დავაკვირდებით, მე ისევ იმ სამ წერტილოვან ქალის ცხოვრების ისტორიას რომ იყვება, როგორც რეპროდუქციული თვალსაზრისით, ასევე კვების თვალსაზრისით. ეს არის ეგრეთ წოდებული გარდატეხის ასაკი, რეპროდუქციული ფაზა, ანუ მშობიარობა, შვილოსნობა და ინვოლუცია, ანუ უკუ განვითარება, რეალურად მენოპაუზის. კი ბატონო, ზუსტად კარგად შევჩერდით ახლა ამ გარდატეხის ასაკს უახლოვდებით და უფრო ჩაშლილად და კონკრეტულად განვიხილავთ, თქვა უშუალოდ რაციონის თვალსაზრისითაც, ულუფების თვალსაზრისითაც და ამ რაციონის შემადგენლობის თვალსაზრისითაც, სულ რამდენიმე წუთში ხანმოკლე რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და შეგახსენებთ თქვენ უსმენთ ქალების რადიოს FM 93-ზე და 1-ზე შეგიძლიათ თვალი
დაგვადევნოთ ჩვენს Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში, ასევე გვისმინოთ FM.GZ ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს. დაბრუნდებით ძალიან მალე, შეგიძლიათ მოგწვეროთ თქვენი შეკითხვებით, თხროებით. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. რეკლამა ქალების რადიოზე. პრემიუმ ხარისხის ავტოგასაროჯის საშუალებების ბრენდი Z-Soul-ს პროდუქტები შექმნილია სწრაფი სილამაზის კონცეფციის მიხედვით. უსაფრთხო, ოქროსფერი და თანაბარი რუჯისთვის. დამზადებულია იტალიაში. Z-Soul ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში. ურბანიკისგან ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ინოფისი უზნაძეზე გთავაზობთ. საოფისე ფართები 20-დან 35,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა 8,000 კვადრატული მეტრი. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 31 88 88. მოიგეთ დაუვიწყარი კრუიზი, MacBook-ი და iPhone-ი. გრანდიოზული გათამაშება Ariel-ის, Head & Shoulders-ის, Pantene-ის და Oral-B-ის ბრენდებზე Nikora სუპერმარკეტში. შეიძინე 20 ლარის პროდუქცია 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით. მიიღე გათამაშების ერთი ბილეთი. ხტი იღბლიანი მომხმარებელი. გათამაშება ჩატარდება 23 მაისს 17 საათზე. რეკლამა ქალების რადიოზე. 2 31 88 88. კვალიფიციური ექიმების რეკომენდაციები. ფართოდ გავრცელებული და იშვიათი დაავადებების პრევენცია, კვლევები და მკურნალობა. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. მაშა ასე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უსმენთ ქალების რადიოს FM 93-სა და 1-ზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ ნუტრიცია და ქალის ჯანმრთელობა. ჩემი გადაცემის სტუმარია ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია და ჩვენ მეტნაკლებად შევეხეთ, ასე ვთქვათ, ფაზებად შევეცადეთ დაგვეყო ქალის ცხოვრება და შემდეგ რაღაცნაირად ვაპირებთ მიბუსადაგოთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპებს ქალის ცხოვრების კვების კულტურა თუ წესი. და მივედით ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში, თქვი კიდეც რომ ჩემი შვილი არის სწორედ ახლა ამ ასაკში გოგონა 8 წლის არის და როგორც უკვე ამბობენ, უკვე ფაქტობრივად პრეპუბერტატის ასაკში იმყოფება და სულაც არ არის შესაძლოა შორს ეს პროცესი და მოდით უშუალოდ კონკრეტულად შევეხოთ კვების ჩვევებს, კვების წესებს, რეჟიმს თუ ზოგადად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შემადგენლობას. აი როგორი უნდა იყოს ქალის, გოგონას კვება ამ დროს? გარკვეულწილად ლირიზმი ახლდა იმ საუბარს, რომლითაც ჩვენ აქამდე მოვედით. თუმცა აი ამ მომენტიდან ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი მინდა მოვიშველიო იმისათვის, რომ კარგად წარმოვიდგინოთ სურათი. მე წეღან ვიმეორებდი ფრაზას და თავისუფლებას მიცემ კიდევ ერთხელ თქვა, 3 გადამწყვეტი მომენტი, რომელიც ძალიან მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, მაგალითად საერთო მახასიათებლებით მადის ცვლილება აქვს პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკს, მენსტრუალური ციკლის ყოველ ეპიზოდს, ეს აქვს ორსულობას, ეს აქვს მენოპაუზას. ანუ ქალის კრიტიკულ ფაზებში ქალის შეგრძნებები განმეორება. ცვლილება მომატების, დაკლების თუ ორივე და გაუკუღმართების, ანუ შეცვლილი მადა. და აი მაგალითად მჟავე კიტრი ორსულსაც შეიძლება მოუნდეს მენსტრუალური ციკლის დროსაც, გოგონასაც პრემენსტრუალურ ფაზაში, ან პრეპუბერტატულ ფაზაშიც კი ოჯახმა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ბავშვი არასდროს ჭამდა მჟავეულს და რა გადაეკიდა, ახლა რა მოუნდა, ასე და რა შეიყვარა და მენოპაუზის შემთხვევაში ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს. ამიტომ, რასაც ახლა მე ჩამოვთვლი, ყველა ეს მახასიათებელი შეიძლება იყოს ყველა გარდა ქალისთვის საერთო ასაკის მიუხედავად. მადის ცვლილება, გუნებგანწყობის ცვლილება და გუნებგანწყობა ყოველთვის
არ გულისხმობს, მე მინდა უბრალოდ სტიგმას გამოვეხმაურო, რომელიც დამკვიდრებულია საზოგადოებაში და რომელსაც სამწუხაროდ არა მარტო მამაკაცები, ზოგჯერ თავად ქალები ვასაზრდოებთ, რაც სრულიად გაუმართლებელია. გუნებგანწყობა ყოველთვის აგრესიულობას არ ნიშნავს, ეს შეიძლება იყოს მერყეობა, ემოციური თვალსაზრისით, მაგალითად მომატებული ლაბილობა ემოციური, როდესაც უფრო გრძნობიარეები ვართ, უფრო მოწვლადები. დიახ, ყველაფერი. ამავე დროს გასათვალისწინებელია ძილის განრიგისა და თავად ძილის ხასიათის ცვლილება, ან დარღვევები ძილის მხრივ. ეს შეიძლება იყოს მაგალითად კონცენტრაციის უნარის ცვლილება და ძალიან უსამართლოა, როდესაც საზოგადოება პრებუპერტატის და პუბერტატის ასაკის ადამიანისაგან, ისევე როგორც ორსულისგან ან მენოპაუზის ქალბატონისაგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ვითხოვს. არ ვითვალისწინებთ, რომ ეს არის კრიტიკული ფაზა და ორგანიზმის სულ სხვა რეჟიმში. შემდეგ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურებები, როგორიც გახლავთ კანის მხრივ ცვლილებები, ცვლილებები კუჭნაწლავის მხრივ, გულსის ზრდა სისტემის მხრივ და ასე შემდეგ. თქვენ შეიძლება ამ ჩამონათვალს ცალკე ვისმოდეთ, იბარაუდოთ, რომ ხანდაზმულ ადამიანზე ვლაპარაკობ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად იგივე შეიძლება აღიქვას ვიღაცამ ორსულთან დაკავშირებით ან პუბერტატულ ასაკში. ეხლა რა თინეიჯერებს აქვთ ხოლმე ეს რაღაც გულის წასვლები და რაღაც. რა ახასიათებს თანამედროვე მონაცემებით პრებუპერტატული და პუბერტატული ასაკის ბავშვები? კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ისინი მინიმალური რაოდენობით იღებენ ბოსტნეულს. ხშირ შემთხვევაში კრიტიკულად მცირე რაოდენობით იღებენ ბოსტნეულს და ხილს. თითქმის არ აკონტროლებენ წყლის მოხმარებას, ან არ იღებენ წყალს და ანაცვლებენ სხვადასხვა ტიპის სასმელით, არ დავასახელებ როგორი სასმელი. თბილი გაზიანი სასმელებით. დიახ, რეალურად პროდუქტებით, რომელსაც აქვს ფუჭი კალორიები და უკიდურესად ღარიბია საკვები ნივთიერებებით. და ამ კატეგორიაში შემოდის საკვებიც, მშრალი საკვებით, როდესაც ისინი არჩევანს აკეთებენ უფრო პროცესირებული, რაფინირებული, ნახშირწყლებით და თქვათ ტრანსცხიმებით დატვირთული პროდუქტებით. ანუ რაღაცა ძალიან ბევრი ცუდი ჩამოთვალე, მაგრამ ეს არის კვლევის მიხედვით დადასტურებული. უფრო მეტიც, ისინი არ აქცევენ ყურადღებას წყურვილს. არადა დღევანდელი მედიცინა დანამდვილებით ფლობს ინფორმაციას, რომ ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას ისედაც არ შეუძლია გაარჩიოს შია თუ წყურია. ანუ ადამიანებს სამწუხაროდ გვიჭირს ამის გარჩევა. და წარმოიდგინეთ, ეს დადასტურებულია. დიახ, მე მთელი თავი მიძღვენი წიგნში ამას. ეგ დაკვირვება, რომ რაღაც რო ავდგები და რო დავბორიალობ სამზარეულოში და არა და ხო 1 საათის წინ ხო ვივახშმე, მერე ვიაზრებ ძალიან გვიან რომ წყურია და დავლებ წყალს და მშვიდდები. ეს კარგია, იმიტომ რომ მაგალითად ჩემს წიგნში პირდაპირ ასეც მიწერია, რომ თუ გიჭირთ გარჩევა, გშიათ თუ წყურიათ, ჯობია ჯერ წყალი დალიოთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი არის მომთმენი, განსაკუთრებით მოზარდის ახალგაზრდა ორგანიზმი მეტ წყალს შეიცავს. ძალიან ითმენს, ჩუმად არის და თუ მოწყურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ 1-2% უკვე სითხის და მან უნდა შეივსოს ორგანიზმის მოთხოვნილება, ხო როგორ არის ზრდასრულ ადამიანს უკვე კილოგრამ წონაზე 30 მილილიტრი წყალი ჭირდება. ეს არის მტკნარი წყალი, სასმელი წყალი. და აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა შეივსოს ეს დეფიციტი და მე იქიდან გადათვალოს წყლის საჭიროება. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ეს უკვე დადგენილი ხარვეზები იყოს მაქსიმალურად გასწორებული. პირველი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრებუპერტატული და პუბერტატული ასაკის ადამიანებთან ჭიდაობა და თავსმოხვევა კვების მოდელის არის სრულიად გაუმართლებელი. მე მგონი უკვე დაგვიანებულიც. ძალიან დაგვიანებული შემდეგი მიზეზის გამო. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს ჯადოსნური 1000 დღე. 1000 დღის საიდუმლო ნიშნავს, რომ მუცატყუობის ფაზა გაიარა და პირველი 3 წელი სიცოცხლის არის გადამწყვეტი. რასაც გავაკეთებთ 3 წლის მანძილზე ჩვენი შვილისთვის, ვერ ვაკეთებთ ვერასდროს. და 5 წლის ასაკში ის არის ფორმირებული პერსონა. პრაქტიკულად. და ამ ფაზაში ვიხდი, აი ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ მგონია ბევრს აწუხებს ეს თემა და რაღაც როლს, რაღაც კი რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში ზოგადად. კვება, აი პირველი 3 წელი რადგან ახსენეთ და აი ეს ბოთლიდან კვების მოხსნა მე რომელიც ხშირად პრობლემატურია ბავშვებისთვის ღამე აი ამ ფორმულაზე დიდი ხანი ასე ვთქვათ ყოფნა და შემდეგ უკვე ძალიან უჭირს მყარ საკვებზე გადასვლა.
ეს არის ზუსტად იმ პირველი 3 წლის ერთ-ერთი გამოწვევა? აუცილებლად არის და მე მოკრძალებით ვთხოვდი მიაქციოს ამ ფაქტს ყურადღება ახალგაზრდა მშობლებმა და ახალბედა მშობლებმა, რადგან ჩვენი ტექნოლოგიური მონაპოვარი გვაძლევს უკიდურესად დავაკუცმაცოთ ჰომოგენურ ერთგვაროვან მასად ვაქციოთ ყველა ტიპის პროდუქტი და გგონია რომ ამით ვეხმარებით ჩვენ შვილებს დიახ დაბლენდერებული გატარებული უკიდურესად დაკუცმაცებული ვუადვილებთ სინამდვილეში ამას არ ვაკეთებთ პრაქტიკულად ყველაზე კარგი მარკის მანქანა დიდხანს თუ გავაჩერეთ დაქუქვისას ის თავის სიმძლავრეს ვერ აჩვენებს ბავშვის ორგანიზმს სჭირდება წვრთნა და მეტაბოლური წვრთნა არის კვებაში. მოზარდების თემას დაუბრუნდები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გამორჩეს, რომ კვებითი ჩვენი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ქცევები, აქ არის ყველაზე სახიფათო, იმიტომ რომ შესაძლოა განსაკუთრებით გოგონების შემთხვევაში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვა, იმიტომ რომ არაერთი ასეთი შემთხვევა მაქვს გამოვლილი და ამ წუთას, აი ახლა მიმდინარე პროცესში არაერთი მსგავსი ისტორია მაქვს, როდესაც ინტელექტუალი გოგონები მიაქციეთ ყურადღება, რაც უფრო განვითარებული და ინფორმირებულია გოგონა, მით უფრო კარგად ნიღბავს თავისი ქცევის თავისებურებებს. კვებითი ქცევის დარღვევა შეიძლება იყოს ის ფსიქოლოგიური სირთულე, რომელიც აქვს პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში. ახალგაზრდა გოგონებს 20 წლამდე, 25 წლამდე, მაგრამ განსაკუთრებით ეს არის საგრძნობი გარდატეხის ასაკში. ამ ჰორმონულ ქარიშხლებთან, საკუთარ თავთან, გაუცხოებულ საკუთარ თავთან გაცნობა, საკუთარი თავის მიმღებლობა, წინააღმდეგობა საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან და ბევრი სხვა რამ, როგორ ითარგმნება მის მიერ შეცვლილი ქცევით. და შეცვლილი ქცევისათვის ყველაზე შეიძლება მოხდეს, რაც ყველაზე გავრცელებულია. ისინი იცვლიან კვების მოდელს, მაგალითად ჯანსაღი კვების მოდელის საბაბით, ამბობენ რომ მე ვიცავ ჯანსაღ კვებას და ამიტომ შევზღუდე კონკრეტული პროდუქტები. ამას ქვია ორთორექსია, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ერთი შეხედვით მადა წონასწორობაშია, არაფერი გაუკუღმართებული არ ჩანს, მაგრამ სწორედ ჯანსაღი კვების მოტივით აი იკრძალავს ერთ კონკრეტულ პროდუქტს მაგალითად, ხო? არ არის აუცილებელი ერთი პროდუქტი აკრძალოს, შეიძლება მონაცვლეობით აკრძალოს პროდუქტები და აი ამ მონაცვლეობის დროს იმდენად შემზღუდავი და ამკრძალავია შინაარსობრივად კვება, რომ გამოფიტვისათვის ისეთივე ნოყიერი ნიადაგი იქმნება, როგორც ანორექსიის დროს, ანუ სრული უმადობის დროს. ასევე გასათვალისწინებელია მოზარდებსა და ახალგაზრდებში ეგრეთ წოდებული ემოციური კვება. ემოციური კვება ნიშნავს იმას, რომ ცუდ ხასიათზეა, საკვებს იყენებს როგორც რელაქსანტად. მშობლებს ეს არ უნდა გამოგვეპაროს, იმიტომ რომ მაგალითად ურჩევნია თუ ცუდ განწყობაზეა ტორტის ნაჭერი შეჭამოს, შოკოლადი მიიტვას, ნაყინი დიახ, ძალიან საგულისხმოა. ძალიან მნიშვნელოვანია ნიღბებს იყენებს, მაგალითად ვეგეტარიანელობას იყენებს და ამ დროს ინიღბება კვებითი ქცევის დარღვევა. მე აუცილებლად უნდა ვთქვა, ვეგეტარიანელობა არ არის კვებითი ქცევის დარღვევა მოზარდებში და პუბერტატული ასაკის გოგონებში. ეს ყველაზე ხშირად სწორედ გოგონებს ემართებათ. ეს არის მხოლოდ ნიღაბი. ცალკე ვეგეტარიანელობა არ არის კვებითი ქცევის დარღვევა, მაგრამ თუ ნიღბად იყენებს ახალგაზრდა გოგონა ამ მდგომარეობას, მაშინ ეს არის ანორექსია შენიღბული ვეგეტარიანელობით და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ 47 კილოგრამი ლახა, ეს არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება, განვითარება ან არსებული ციკლის, თქვათ, შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ მშობლები უნდა იყვნენ ყურადღებით, ესთეტიკის საბაბით, კვების მოდელის გაუმჯობესების საბაბით, თუ ნებისმიერი სხვა საბაბით, მოზარდი გოგონა იწყებს კვების მოდელის ცვლილებას, ჩვენ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ 47 კილოგრამის ქვემოთ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ მენსტრუალური ციკლი ან საერთოდ არ ჩამოყალიბდეს, ან არსებული ციკლი შეწყდეს. კი ბატონო,
შემთხვევები, რომელიც აუცილებლად რა თქმა უნდა განსახილველია და მინდა მივუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, უფრო გავრცელებულ ჯანმრთელი პოპულაციის ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილ თემას. პრეპუბერტატში ვართ, ასე იგი ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ციკლი უნდა ჩამოყალიბდეს სწორად, მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, წონაც, ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს რაღაცა ჭარბი და ასე შემდეგ. როგორი უნდა იყოს? ძალიან მარტივი თეფშის პრინციპით რომ აგვიხსნათ, იმიტომ რომ გიждები თქვენს მიერ წოდებულ აი ამ თეფშებზე, სადაც განლაგებულია ეს ჯანსაღი პროდუქტები. გარდატეხის ასაკამდე, ან გარდატეხის ასაკში მყოფი გოგონას რაციონი, მინიმალური საკვები, რაც მან აუცილებლად უნდა მიიღოს. პრინციპი ასაკის მიუხედავად საერთოა, როდესაც თეფშებს საუბრობთ, თეფში არის დღიური რაციონი და სულ ცოტა ნახევარი მაინც უნდა იყოს ბოსტნეული და ხილი. ბოსტნეული უპირატესად და ისე რომ ეს ყველაფერი შეხამებული იყოს ცილოვან კომპონენტთან და მარცვლეულ ბურღულეულთან. ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ წყალი ამ ჩამონათვალში და სასარგებლო ცხიმები. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმას, რომ მენსტრუაციის დადგომამდე, საკუთრივ მენსტრუაციის ფაზაში როდესაც საჭიროებებს წარმოვიდგენთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წყლის ადეკვატური შევსებით უნდა იყოს ორგანიზმი მომზადებული. ცილა, რომელსაც იღებს პრეპუბერტატულ ასაკში, თეფშის ფარგლებში, უნდა იყოს სრულფასოვანი. რას ნიშნავს სრულფასოვანი ცილა? უნდა იყოს ყველა ამინომჟავის შემცველი. ეს არის კვერცხი, ეს არის რდის ნაწარმი, ეს გახლავთ თევზი და ეს გახლავთ რასაკვირველია, ფრინველის და საქონლის ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით არაპროცესირებული იქ სადაც მაგალითად მოხარშულს ან თერმულად სხვა სახით დამუშავებულს დავინახავთ მასას ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა არა ძეხვის და სოსისის სახით მოკლედ რომ ვთქვათ არა რასაკვირველია მაგრამ აქ მნიშვნელოვანია შემოვიტანოთ მთლიანი მარცვლეულის როლი იმიტომ რომ რას მიითმევენ პრეპუბერტატულ ასაკში და პუბერტატულ ასაკში ყველა ეს პროდუქტი არის უკიდურესად რაფინირებული, პურფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი და ასე შემდეგ. მაკარონი და ზოგადად პასტა, პასტის ნაწარმი არ არის ცუდი პროდუქტი. უფრო მეტიც თქვენ იცით რომ ოლიმპიური ნაკრებები დიდი შეჯიბრის წინაც კი პასტა ფართის მართავენ, მაგრამ რატომ მოზარდს ეს ძალიან ჭირდება. ასეთ შემთხვევაში მთლიანი მარცვლეულისგან დამზადებული პასტა იქნებოდა საუკეთესო არჩევანი. ოღონდ ნახეთ როგორ უნდა იყოს. არის პასტა, არის მარცვლეული ბურღულეული, არის სხვა პროდუქტები ბოსტნეულთან კომბინაციაში. თეფშზე დევს კატლეტი, მაგალითად, არა პიურესთან ერთად, კარტოფილის პიურესთან, არამედ წიწიბურასთან ერთად, იმიტომ რომ რკინა, რომელიც არის კატლეტში და ბეჯგუფის ვიტამინები კარგად ივსება ერთად და მაგალითად მწვანე ფოთლოვანი მცენარეებით და სხვა ნებისმიერი ბოსტნეულით, რომელიც ხელთ გაქვთ, შევსებული თეფში იქნებოდა იდეალური კომბინაცია. ასევე გასათვალისწინებელია ჯერადობის თვალსაზრისით, ისე დავგეგმოთ მოზარდის კვება, რომ გოგონას შემთხვევაში ის მომზადებული იყოს ცილის დანაკარგისთვის. რატომ ცილის დანაკარგისთვის? ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც მისი ორგანიზმი ყოველთვიურად საშუალოდ 300 გრამამდე სისხლს დაკარგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის უბრალოდ თხევადი მასა, ეს არის ცილის დანაკარგი, ბეჯგუფის ვიტამინების დანაკარგი. დეფიციტში ვარდება ორგანიზმი ყველა მენსტრუაციის დროს. ყველა ჯერზე სასურველია რომ იყოს ცილა და აუცილებლად გათვალისწინებული იყოს რკინის შემცველი პროდუქტები და ბეჯგუფის ვიტამინის შემცველი პროდუქტები. კი ბატონო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენ საუბრობთ ქალის ჯანმრთელობასა და ნუტრიციაზე და კვების მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასაკის ჭრილში. კიდევ პატარა ხანმოკლე რეკლამა დაგვეწია, ასე ვთქვათ. კითხვებით შემოვიდა ჩვენს Facebook გვერდზე და ამ კითხვებსაც აუცილებლად დავსვამთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. რეკლამა ქალების რადიოზე. დაისონის და 1000 ლარიანი ვაუჩერის მოგება მარტივია. შეიძინე ველა სტიკერიანი პროდუქცია სუფთა სახლსა და სააფთიაქო ქსელებში. გადაფხიკე და გააგზავნე კოდი. ყოველი მე-1000 მომხმარებელი გარანტირებულად იგებს დაისონს. მოიწვიე მეგობრები, დააგროვე ქულები და დამატებით მოიგე 1000 ლარიანი ვაუჩერი. იჩქარე, აქცია ძალაშია 1 მაისამდე.
ინოფისის ბიზნეს ცენტრები ურბანიკისგან თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გთავაზობთ საოფისე ფართებს 20 კვადრატული მეტრიდან 10,000 კვადრატულ მეტრამდე. დაგვიკავშირდით 231 88 88. ურბანიკის ახალი პროექტი ურბანიკ მზიური საქართველოს ბანკის პარტნიორობით გთავაზობთ ბინებს ქალაქის ცენტრში, მზიურის პარკის მიმდებარედ, სადაც ირგვლივ ყველა საჭირო ობიექტი და დაწესებულება 5 წუთის სავალზეა. მზიურის პარკი, ჩოგბურთის კორტები, ფიტნეს კლუბი. დაგვიკავშირდით 231 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 231 88 88. ჯანმრთელობის საათი გვანცა დარასელიასთან ერთად. კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობისა, ქალების რადიოს ეთერში თქვენ უსმენთ გადაცემას ჯანმრთელობის საათი, მე გვანცა დარასელია ვარ და ტონი მარი მალაზონია, ექიმი ნუტრიციოლოგი. შევჩერდით ძალიან საინტერესო მომენტში ჩვენი საუბრის, საუბრობდით პრეპუბერტატულ და პუბერტატული ასაკის გოგონების, ასე ვთქვათ, კვების ჩვევებზე და იმ პროდუქტებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ჯანმრთელობის მყარი და სწორი სტატუსის ჩამოსაყალიბებლად. შემოვიდა ერთი კითხვა ჩვენი მაყურებლისგან და მინდა ვკითხოთ, ქალბატონო მარი, რამდენად უშლის ხელს ჰომა ინდექსის მომატება ჰორმონების TSH-ის და IH-ის ბალანსო. შეიძლება მე ვკითხულობ არასწორად, თქვენ უფრო გაუგებთ. ჩემთვის გასაგებია შეკითხვა. მოდით შევხედოთ ამ კითხვას სხვა წახნაგით. როდესაც ჩვენ რომელიმე ერთ ინდექსს განვიხილავთ, ეს შეიძლება იყოს დამაბნეველი და ზოგჯერ შეცდომაში შემყვანიც, იმიტომ რომ მხოლოდ ამ ინდექსზე დაყრდნობით ვცდილობთ გამოვიტანოთ დასკვნები და ვმართოთ პროცესები. გაცილებით უკეთესია, როდესაც ორგანიზმის ყველა ძირითადი მახასიათებელი, ის რაც ჩვენს წონასწორობას, ანუ ჰომეოსტაზს განსაზღვრავს, იყოს შეფასებული და მაშინ ერთი მთლიანი ჯაჭვის აწყობა ბევრად უფრო ადვილია და ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო ნათელი გახდება სურათი, მართლაც ასეთი სერიოზულია გავლენა თუ არა კონკრეტული ჰორმონების, ფარისებრი ჯირკვლის სარეგულაციო ჰორმონებზე გავლენა. აი ეს იქნება სწორი, ანუ არასდროს, აი როგორც პროთრომბინის ინდექსი, ან ნებისმიერი სხვა ინდექსის შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება რამდენიმე კომპონენტის ერთდროულად სრული სურათის დასანახად. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს თემას კვლავ და ვისაუბრეთ უკვე მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებაზე, ფაზაზე, როდესაც გოგონა გადადის პუბერტატის ასაკში და თქვენ აღნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ცილის დანაკლისი ხდება ყოველი მენსტრუაციის დროს. მინდა რომ ცოტა ცლად ვისაუბროთ უშუალოდ, თქვა თუნდაც აი ციკლის პერიოდში რა გამოწვევები აქვს კვების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენს ყველას გვაქვს რაღაცა გამოცდილება, როდესაც იცვლება ქალის კვებითი ჩვევები ყველა ციკლის დადგომამდე თუ დადგომის შემდეგ. ჩვენ თუ წარმოვიდგენთ, თქვათ, ფაზებს, მე ფაზების სახელებს არ მოვიშველიებ ამ შემთხვევაში მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ყველა ქალი არის განსაკუთრებული და ყველა ქალის შემთხვევაში სურათი, როდესაც პერსონალურ რჩევებს თქვათ რაღაცნაირად ვაწყობთ, ხო, არის გასათვალისწინებელი და არ იქნებოდა სამართლიანი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასეთი რიტმულობა წარმოვიდგინოთ მენსტრუაციის ფაზად უშუალოდ და მენსტრუაციათა შორის პერიოდად, როდესაც რეალურად გარკვეული საფეხურები აქვს ორგანიზმის გასავლელი. როდესაც ჩვენ 300 გრამამდე საშუალო სისხლს კარგავთ წყალს, იმიტომ რომ თხევადი მასა, კარგავთ ცილას, კარგავთ რკინას, ბეჭდების ვიტამინების გარკვეულ რაოდენობას და სხვა ნუტრიენტებს, რომელიც სისხლში ბუნებრივად უნდა იყოს. და რაც თავარია, კარგავთ კვერცხუჯრედს, იმიტომ რომ ყოველი მენსტრუალური ციკლი ეს არის დაკარგული კვერცხუჯრედი. რეალობა არის ასეთი, მთელი თვე ერთი საკვერცხი მუშაობს, იმიტომ რომ გამოიმუშაოს, შემდეგ მეორე საკვერცხი და ასე ხდება მონაცვლეობა. ამიტომ, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ასეთ შემთხვევაში მენსტრუალური
ფაზების შესაბამისად. ეს არის საკმაოდ საინტერესო საკითხი, იმიტომ რომ ბევრს ექნება დარწმუნებული ვარ ინფორმაცია თუნდაც სოციალური ქსელიდან და მე ეჭვი მაქვს რომ თქვენს გაინტერესებთ ეს საკითხი. მე მოვიშველიებ ინფორმაცია საიდან წამოვიდა ეს სწავლება, ეს არის ეგრეთ წოდებული ციკლთან სინქრონიზებული კვების მოდელი, რომელიც დაიბადა მას შემდეგ, რაც 2014 წელს ალისა ვიტიმ გამოსცა წიგნი ქალის კოდი. და მან პირველად, რა კი ამის სპეციალისტი იყო, ჰორმონები დაუკავშირა ქალის კვებას, ანუ ჰორმონული კავშირა ქალის კვებას მენსტრუალური ციკლის ფაზების შესაბამისად. მტკიცებითი მედიცინა ცოტა უფრო ფრთხილად უდგება ამ კონცეფციას, ეს არის უდავოდ კარგი კონცეფცია, თუმცა მენსტრუალური ციკლის ფაზაში ქალს ჭირდება წყლით შევსება, რაც უდავოა, პირველი, მეორე ქალს ჭირდება შეიძლება ქალბატონებს გაუკვირდეთ და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ახალ ბედებს, ვისაც მენსტრუალური ციკლი ახალი ჩამოყალიბებული აქვს, თითქოს შეშუპების და შესიების გრძნობით ცხოვრობენ თვიდან თვემდე. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც წყლისა და მარილის ბალანსი ირღვევა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს არა მარტო წყალი ვაკონტროლოთ, ანუ წყალი კი არ უნდა შევზღუდოთ, როგორც წესი ზღუდავენ ხოლმე წყალს. მარილი უნდა შევზღუდოთ? მარილი უნდა შევზღუდოთ და თუ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიტყოდით, რომ დღიურად 1 ჩაის კოვზი მარილი 5-6 გრამი, ზოგჯერ საჭიროა ხოლმე კიდევ უფრო მეტად შევზღუდოთ იმ გოგონების შემთხვევაში, ვისაც მეტად აქვს გამოხატული თუნდაც შეშუპება და თუ შეშუპება აქვს აუცილებლად შეფასებაა საჭირო, ან შეგრძნება, იმიტომ რომ მაშინაც კი როცა ვიზუალურად არ ხედავთ ამ შეშუპებას გვანც ეს სითხე უჯრედებს შორის შეიძლება კავდება. ეს არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე ძალიან საყურადღებოა ცილასთან ერთად შევივსოთ რკინა და ბეჭდვის ვიტამინები. ასეთ შემთხვევაში პირველი რაც გვახსენდება არის ხორცი. მაგრამ რა ვუყოთ იმ განცდებს, რომელიც აქვთ ქალბატონებს მენსტრუალური ციკლის დადგომამდე და ეგრეთ წოდებულ პრემენსტრუალურ ფაზაში, როდესაც დიახ არა ცილის, არა ხორცის, არამედ უფრო ტკბილის მიმართ მოთხოვნილება. ხორცი არ სიამოვნებს და ეს შეიძლება იყოს ორსულისთვისაც საერთოდ და ხანდაზმული ქალბატონისთვისაც, მენოპაუზაში მყოფი ქალბატონისთვისაც, შეიძლება ახალგაზრდაა, მაგრამ მენოპაუზაშია. და აი ასეთ დროს ჩვენ გვჭირდება თამაში. ორგანიზმს ეხლა როგორ ვითამაშოთ ეს გვასწავლეთ. ანუ ეს არის ალტერნატივები. მაგალითად, ცილის შევსებისთვის კარგი წყარო იქნებოდა კვერცხის გამოყენება ბოსტნეულთან ერთად. მაგალითად, ყველის გამოყენება ბოსტნეულთან ერთად. მაგალითად, ნადუღის გამოყენება. ნადუღში უფრო ნაკლები კალციუმია ვიდრე ხაჭოში, მაგრამ სამაგერო ცილოვანი კომპონენტი მეტია. მაგალითად, პარკოსნების გამოყენება თუ ნაწლავი ამის საშუალებას გვაძლევს. ბიობარდა და შემდეგ. დიახ. ან შეიძლება იყოს კარგად გააზრებული ცხოველური პროდუქტებისგან განსხვავებით, თუ თქვათ არ შეუძლია ელემენტარულად საგემოვნო თვალსაზრისით მიღება სცენარეული კომპონენტების კომბინაცია, როგორც არის ნიგზიანი ისპანახი. რატომ? იმიტომ რომ ისპანახი თვითონ რკინას შეიცავს, ისპანახი შეიცავს სცენარეულ ცილას, ძალიან დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას, რაც ძალიან ჭირდება ქალს ასაკის ყველა კონტექსტში, ანუ ყველა ასაკობრივ ჯგუფს ჭირდება. ამასთან დაუთავთ ნიგოზში არსებულ ცილას, იმიტომ რომ ნიგოზი ცილის წყაროა, მასში არსებულ ცხიმს, რომელიც უნიკალურია და არის ომეგა-3-ის E ვიტამინთან კომბინაცია და მასში არის თუთია დიდი რაოდენობით და ეს გვაძლევს ისეთ თაიგულს. აი მომენტალურად ვიგძენი რომ მიყვარდება, იმიტომ რომ არ მიყვარს. რო გავიაზრებ, როგორი კარგია ხოლმე, მე ნამდვილად კარგია. და თან ამას უხეში მთლიანი მარცვლეულის თანდართვით თუ გამოვიყენებთ, ჩვენ მივიღებთ პური, თუნდაც მთლიანი მარცვლეული, დიახ. ან მაგალითად ჯეჯილი, რომელსაც გამოვიყენებთ პროდუქტებში. ანუ ჯეჯილი მესმის რომ სარიტუალოა, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად წვანილის დატვირთვით, ხორბალი, გაღვივებული, ანუ ან უხეშად დაფქული ხორბლისგან მომზადებული პროდუქტები, ან მაგალითად ჭადი, ოღონდ უფრო გრანულირებული უხეში, ან ვთქვათ, ფაფა
რომელიც სიმინდისგან მზადდება. ეს ის კომბინაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევივსოთ ბეჯგუფის ვიტამინების და მცენარეული თვალსაზრისით მივეხმაროთ ორგანიზმს. თუმცა აქ არის ძალიან საყურადღებო ის, რომ რკინის შეთვისებისთვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება C ვიტამინი. და თუ C ვიტამინი, თუ ჩვენ არ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით C ვიტამინს, რამდენი ხორციც არ უნდა შეჭამოს ადამიანმა. ესე იგი ტკბილი წიწაკა უნდა მივაყოლოთ? წიწაკა, მწვანე ხახვი და ნებისმიერი მწვანე პროდუქტი, რომელიც არ იყო ხანგრძლივად პირდაპირ მზის ზემოქმედების ქვეშ, დახლზე არ ეყარადით ხანს, გზის პირას არ ყიდიდნენ და ასე შემდეგ. ანუ ეს ის კომბინაცია, რომელიც გვაძლევს იდეალური შევსების საშუალებას. ჩვეულებრივი მარტივი სალათის ფოთოლი, მოხარშული თევზი ან თქვათ ხორცის ნაჭერი, ან ყველი ან კვერცხი შეიძლება იყოს ის სახელდახელო კვება, რომელიც ამ კომბინაციის შევსების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ახლა რომ დავაზუსტოთ ჩვენი მსმენელისა და მაყურებლისთვის, ჩვენ მიმყოფებით menstruatsiamde ფაზაში თუ ეს არის ჩვენ ვართ ფაზაში, მაგრამ ეს შეიძლება გამოვიყენოთ იგივე პრინციპი შეიძლება გამოვიყენოთ მოსამზადებლადაც და შემდეგაც, იმიტომ რომ ჩვენ ვემზადებით დანაკარგისთვის, ჩვენ ვართ დანაკარგის ფაზაში და ჩვენ ვცდილობთ გადავფაროთ ის დანაკარგი პოსტ ფაზაში, რომელიც უკვე გქონდა და მაინც ტკბილზე მოთხოვნილებას აუცილებელი მეცნიერება ძალიან მაინტერესებს. თუ ეს უბრალოდ რაღაცა ჩვენი ქალების ის არის რაღაცა. არა. ჩვენ როდესაც ვუყურებთ ფილმებში ადამიანს სტრესი რასაკეთებს, აღებს მაცივრის კარს, იღებს დიდი ულუფით რაღაც ნუგბარს ტკბილეულს, იღებს ნაყინით თელს თასს და იწყებს დიდი ლუკმებით მირთმევას. რატომ? იმიტომ რომ საკვებს ვიყენებთ როგორც რელაქსანტს და ნებისმიერი სტრესი და ეს არის ქალის ორგანიზმისათვის სტრესი და ასე იქცევა ქალი menstruatsiasთან დაკავშირებულ ფაზებში, ასე იქცევა ორსულობის დროსაც ქალი, ასე იქცევა მენოპაუზის დროსაც. ძალიან უყვარს ტკბილეულის მირთმევა. და არის მეორე კონკრეტულ ჰორმონებთან არის დაკავშირებული, მათ შორის ჩვენ სიამოვნების ჰორმონებთან, დოფამინის წარმოშობასთან, სეროტონინის წარმოშობასთან. ესე იგი რაღაც დოზით უნდა მივცეთ უფლება ორგანიზმს? სასარგებლო ნახშირწყლები. სასარგებლო ნახშირწყლები ეს არის უპირველეს ყოვლისა ბოსტნეული და ეს არის ხილი, რომელიც გვაძლევს ასეთი განცდების შესაძლებლობას. სხვათა შორის შოკოლადით შეიძლება გამოვიყენოთ შავი შოკოლადი, უბრალოდ კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ქალებისთვის მე ცოტა უფრო მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდი, იმიტომ რომ პრემენსტრუალურ და მენსტრუალურ ფაზაში, ისე როგორც შემდგომ ფაზაში, ისე როგორც ორსულობის დროს ან მენოპაუზის დროს თუ ქალს აქვს კოფეინის მიმართ მგრძნობელობა, მაშინ ისეთი კარგი პროდუქტი, როგორიც არის შავი შოკოლადი, შეიძლება იყოს საკმაოდ დამტვირთავი თავის ტკივილების და სხვა შეგრძნებების დონეზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აქ არის ცხიმი. როგორც წესი ილანძღება ხოლმე ცხიმი და უსამართლოდ. არადა რომ შევადაროთ მაგალითად ცხიმმოცლილი რძე, ვის მივცეთ ქალებს თუ კაცებს? უნდა მივცეთ კაცებს. ქალებს ცხიმმოუცლელი უნდა მივცეთ, რადგან ქალის ჰორმონები და ჰორმონული ბალანსი დამოკიდებულია საკვებში ცხიმზე და ქალის ორგანიზმში ცხიმის არსებობაზე. ყველსაც ეხება ალბათ ცხიმიანი ყველი. ყველას ეხება, ყველა პროდუქტს ეხება და ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ქალს არა მარტო სწორი და ჯანსაღი ცხიმები ჭირდება, ყველა ამ კრიტიკულ ფაზაში, არამედ ჭირდება ცხიმში ხსნადი ვიტამინები, A ვიტამინი, D ვიტამინი, K ვიტამინი. ესე იგი, ქალის ორგანიზმში საერთოდ თუ აიკრძალება ცხიმი, ის ვიტამინებიც ვერ იხსნება? აუცილებლად. და ეს არის ზუსტად ის, რატომღაც გვახსენდება ხანდაზმულ ასაკში, არადა სწორედ პრეპუბერტატულ ასაკში, უკვე დამდგარი menstrualuri ციკლის ფაზაში ძლოვანი პიკი მაშინ ყალიბდება. ეს განსაზღვრავს ამ ქალს მერე 60 წლის ასაკში ოსტეოპოროზი ექნება თუ არა. რა თქმა უნდა. და ამიტომ ამ ასაკშია მნიშვნელოვანი. არა 60 და 70 წლის ასაკში რატომღაც სულ ამას უყურებთ, რომ მივცეთ D ვიტამინი, კალციუმი. არა, ამ ასაკშია მნიშვნელოვანი, რომ პრეპუბერტატულ ასაკში და menstrualur ფაზაში, როდესაც რკინა და კალციუმი ჩხუბობს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კომპონენტი გავითვალისწინოთ, გოგონა იღებდეს ადეკვატური რაოდენობით. რატო ჩხუბობს? ანტაგონიზმი აქვს ერთმანეთთან. ანუ თუ
ჩვენ მაგალითად ხორცს ყველს მივატანთ, ორგანიზმი დაფიქრდება, რომელიც შეითვისოს და შენ გარწარახეთ ხორცი და ყველი ერთად. უმრავლესობა საქართველოში უყვარს, არა და ერთმანეთთან ჩხუბობს. და შესაბამისად ჩვენ ამის გათვალისწინება გვჭირდება. დისტანცია მათ შორის 2 საათი უნდა იყოს. ესეც არის. იმისათვის რომ ან რკინა, ან კალციუმი არ დაგვაკლდეს და ქალებს menstruatsiaში გოგონებს ეს ძალიან სჭირდებათ, იმიტომ რომ თუ ხორცს მიატანენ ყველს, გოგონებს ის რკინა დაეკარგებათ, ან რომელიც ძალიან სჭირდებათ, ან თუ გოგონებს აქვთ ჩვევა, მე მესმის რომ menstruatsiis დროს, სხვათა შორის ორსულობის დროსაც და სხვათა შორის მენოპაუზის დროსაც ზუსტად ერთნაირად ხდება. ყავის და ჩაის მიმართ გაძლიერებული ლტოლვა, რაღაცად ნუგბარის მიყოლება. სუსნაობა ქვია მაგას. ასეთ დროს მე მაგალითად ვარჩევდი ჩირების გამოყენებას, შოკოლადში ამოვლებული ჩირების გამოყენებას, კიდევ უფრო უკეთესი კომბინაცია, მაგრამ ჩაის და ყავას არ დავაყოლებდი, არ ვურჩევდი დააყოლონ ძირითად კვებას, იმიტომ რომ ჩაი ასეთ შემთხვევაში ფიტინის მჟავა, რომელიც შედის ამ პროდუქტებში, იმ საკვებში არსებული რკინის დაკარგვას უწყობს ხელს. ანუ რკინა კი მივიღეთ საკვებით, მაგრამ თუ აყოლეთ ჩაი და ყავა, ჩვენ ამ რკინას ვეღარ შევითვისებთ. ესე იგი, ჩაი მურაბით გაგვიუქმდა? არ გაგვიუქმდა. უბრალოდ ძირითად კვებას უნდა მოვაშოროთ. და ასეთ შემთხვევაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება კუჭნატლავის მდგომარეობას. მოზარდობის ხანაში ყველანაირი რევოლუცია ხდება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუცია არის არა უბრალოდ ჩემი ორეული სარკეში რო უყურებ და ვეღარ ვცნობ ხელები დაგრძელებული, ფეხები დაგრძელებული, ცხურის ფორმაში არეული. დიახ, დისპროპორცია და ასე შემდეგ, აქ მნიშვნელოვანია აგრეთვე ის რომ ჩვენი ორგანიზმის შიგნით სახელმწიფოში როგორც მე ვეძახი ხოლმე არის წონასწორობიდან გამოსული. ყაბზობა არ ქონდა მანამდე, მაგრამ ახლა დაეწყო menstruatsiis დროს ფაღარათი, დიარეა, გაუგებარია და არადა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ვაჟებისგან განსხვავებით ქალებს ჩვენ გვაქვს ანატომიური სენდვიჩი, მეზობლობა, შარდის ბუშტი, შუაში მოქცეული საშულოსნო და უკან ნაწლავი. ამ მეზობლობას აქვს კარგი და ცუდი გავლენა ჩვენს მდგომარეობაზე, ამიტომ ნაწლავში რაც ხდება, აუცილებლად აისახება რეპროდუქციულ სისტემაზე და გოგონები არიან დაბნეულები menstruatsiis დროს, რატომ ტკივა მუცელი, რატომ აქვს ყაბზობა, ან რატომ აქვს დიარეა? რატომ ტკივა მუცელი, რატომ ტკივა ყველაფერი? რატომ ტკივა ყველაფერი? მაგრამ ნახეთ რა ხდება, აი ამ დროს როდესაც ჩვენ საუბრობთ კუჭნაწლავის ტრაქტის მოწესრიგებაზე, აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. სეროტონინის 70% წარმოიქმნება ნაწლავში. ანუ ჩვენ რომ კარგ გუნებგანწყობაზე ვართ. შესაბამისად გამოდის რომ გუნებგანწყობაც ფუჭდება. ნაწლავიც არეულია და menstruალური ციკლიც არის ყველაზე არასასურველი პერიოდი გოგონასთვის, ისევე როგორც მანამდე პერიოდი და შემდეგ პერიოდი. იგივე დარჩა 3-4 დღე ბედნიერების. და აი ასეთ შემთხვევაში სეროტონინ შემცველი პროდუქტები არის ძალიან კარგი. რომელია ეს პროდუქტები? მაგალითად ეს შეიძლება იყოს თევზი, ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდა საქონლის ხორცი, ეს შეიძლება იყოს ინდაურის ხორცი, ეს შეიძლება იყოს ბანანი, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი რაოდენობით შეიცავს სეროტონის. არ უნდა დაგვავიწყდეს გუნებგანწყობის გასაუმჯობესებლად მელატონინ შემცველი პროდუქტები, ძილის პროდუქტებია ეგენი? რეკორდული რაოდენობით არ დაიჯერებთ, მაგრამ რეკორდული რაოდენობით შეიცავს ალუბალი. აი ხა შემოდი. კი. მეგობრებო, ალუბალი ძილის წინ, ხო? ძილის წინ შეიძლება ბევრს არ მოუხდეს, მაგრამ ძილის წინ მელატონინის შემცველი გახლავთ რძე. ერთი ჭიქარძე, ვისაც არ აქვს ლაქტოზის აუტანლობა, ან არ აქვს ნაწლავის მგრძნობელობა რძის პროდუქტების მიმართ. კი ბატონო, არ მინდა დროის ამოგვეწუროს, რომ არ მივიდეთ აი მენოპაუზის ფაზამდე. რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ თითქოს ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე რეაგირება ისევ და ისევ ამ ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებით, თუ კანის, თუ თმის სტრუქტურასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მერე გაჩენილი პრობლემები უკვე საკმაოდ ღრმა არის ხოლმე როგორც წესი. გასაგებია რომ ეს ცხოვრების ხარისხი, კვების ხარისხი რაღაც უნდა იყოს ეს უწყვეტი ჯაჭვი, რომლის პრინციპებიც იქნება რაღაც ისეთი ჯანსაღზე დაფუძნებული და უწყვეტი. მაგრამ მაინც, რადგან ჩვენ ვთქვით რომ ამ ფაზაშიც იგივენაირი გამოწვევები აქვთ ქალებს, ძალიან ხშირად სწორედ მედიკამენტოზურად ხდება თითქოს ჩანაცვლება კვების.
პრემენოპაუზაში განსაკუთრებით, როდესაც უკვე სიმპტომები იჩენს თავს. აი ამაზე რა სიტყვით და რამდენად არის თავიდან არიდება ამის შესაძლებელი თუ კი ქალი მართლა კარგად იკვებება მთელი ცხოვრება. რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ ტემპის შენელებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ამ პროცესების გადავადებაზე და ასეთ შემთხვევაში დიაგნოზა შეუძლია გადამწყვეტი მნიშვნელობა შეასრულოს. კვება და ფიზიკური აქტივობა შეიძლება იყოს მენოპაუზის არასასიამოვნო გამოვლინებების დაძლევის შესაძლებლობა, თუმცა ძალიან სწორად ბრძანეთ თქვენცა რაც თქვენ წერან დაგვიანებულ ჩარევას დაუკავშირეთ. ძალიან ხშირად საუბარია როგორ დავლიო ბევრი კალციუმი. სამწუხაროდ კალციუმის მიღება დიდი რაოდენობით არის სრულიად გაუმართლებელი. პირველი ასე ბევრი წყლის მიღებას შეიძლება ზედმეტი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს D ვიტამინის კონტროლით პირველ რიგში, მაგრამ კალციუმი ჭარბი რაოდენობით ორგანიზმში მოხდრილი ძვალში არ მიდის, ხანდაზმულ ასაკში მიდის გულში, სისხლძარღვებში და ამან შეიძლება გაცილებით სერიოზული პრობლემები შექმნას, ისევე როგორც თირკმელში კალციუმის დაგროვება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ძვლის სწორი ფორმირება და მე სიამოვნებით დავამატებდი იმას, რაც თქვით, C ვიტამინი გჭირდება რკინის შესათვისებლად და შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს, მაგრამ ძვლების ჩამოყალიბებისათვის პირველ რიგში ჩვენ გჭირდება C ვიტამინი. აი ზლოვანი ხარიხები, რომელიც უკავშირდება ძვლის სიმტკიცეს, არის C ვიტამინის სინდისზე და მოზარდობის ფაზაში მერე უკვე ზრდასრულობის ფაზაში ამ მექანიზმის სწორი შევსება გვაძლევს საშუალებას, რომ ხანდაზმულ ასაკში შევინარჩუნოთ ეს სიმტკიცე. ამიტომ C ვიტამინის მიღება, K ვიტამინის სწორი მოხმარება საკობი პროდუქტებიდან და როგორ უნდა მივიღოთ? K ვიტამინი ნაწლავშიც წარმოიქმნება, მაგრამ C ვიტამინის და K ვიტამინის ეს არის ნედლი, ხილი და ბოსტეული და K ვიტამინის შემთხვევაში ყველა მწვანე პროდუქტი, განსაკუთრებით თქვენ წარმოიდგინეთ მწვანე ფოთლოვან მცენარეებთან ერთად ამ დროს წყაროდ უნდა განვიხილოთ მწვანე პომიდორი. ეს ჩვენთან არის ტრადიცია მწვანე პომიდორისგან კერძების დამზადება და ჟალე. აი, K ვიტამინი შეიცავს დიდი რაოდენობით. გასათვალისწინებელია აგრეთვე ისეთი ფაქტორი ხანდაზმულ ასაკში, როგორიც არის მაგალითად თმის კანისვლება ახსენეთ, რატომღაც ყოველთვის იწყება მულტივიტამინების მიღება. ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი, იმიტომ რომ თუ ერთი ვიტამინი გვაკლია, ჯობია რომ მიზანმიმართულად ეს ვიტამინი მივიღოთ. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თმის კანის სტრუქტურა შეგვეცვალა და გვაქვს ხარვეზები, პირველი ბრალდებული არის ცილა. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ცილა, მერე შევამოწმოთ რკინა. არასდროს არ გამიგია ვინმე ცილას იმოწმებდეს. მე სულ ამას ვამბობ. სამწუხაროდ ჩვენ მივდივართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მიმართულებით და ძვლის სტრუქტურის შემოწმებისას ვინმე C ვიტამინს ამოწმებს? არ ამოწმებს. ნახეთ, დღეს ჩვენ გამოგვივიდა სტერეოტიპების წინააღმდეგ, ანუ დინარის დინების წინააღმდეგ მოძრაობა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ თქვათ, რომ დიახ, თუ ჩვენ არ გვაქვს ნაწლავი მოწესრიგებული მოზარდობის ფაზაში, ორსულობის ფაზაში, ეს პრობლემა შექმნის მენოპაუზის დროს. თუ ჩვენ ორსულობის დროს, მაგალითად, მე ვსარგებლობ შემთხვევით, არ ვიცი რა, რამდენად 2-3 წუთი გვაქვს. ვიტყვი, სამწუხაროდ დამკვიდრებულია წარმოქმნა, რომ ორსულს უნდა მოვუაროთ და მივცეთ ყველა სასარგებლო პროდუქტი, იმიტომ რომ ის პასუხისმგებელია შულზე. ეს ფოლიუმის მჟავა იქნება, ზოგადად ბეჭდვის ვიტამინები იქნება, C ვიტამინის შევსება იქნება, ცილით შევსება იქნება, თუ ასე შემდეგ, ორსულს აქვს უფრო მეტი მოთხოვნილება, თუ ზრდასრულ ადამიანებს სჭირდება დაახლოებით 1 გრამი ცილა კილოგრამ წონაზე, ორსულს სჭირდება 1.5 გრამი. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მელოგინე ქალს, რომელმაც შვილი უკვე გააჩინა, რომელიც ყველას ავიწყდება სამწუხაროდ, ჭირდება კილოგრამი ვიდრე ორსულობაში ჭირდებოდა. ყველაზე გამოფიტული, ყველაზე რაღაცნაირად, აი, ყველანაირად ვიზუალურადაც დაცლილები ვართ ხოლმე ამ დროს. დიახ, და მენტალური ჯანმრთელობისათვის, რომელიც ზრდასრულობის ფაზაშიც, პრეპუბერტატშიც, მენოპაუზაშიც, ორსულობაშიც არის გადამწყვეტი, ეს არის ნაწლავის უზრუნველყოფა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტები, არა მხოლოდ მაწონი ან ფერმენტირებული პროდუქტები. მელოგინესთვის ვამბობთ, ახლა? მელოგინესთვისაც ვამბობთ. ამას ვამბობთ პუბერტატული ასაკისთვისაც, მენოპაუზისთვისაც. საერთო კანონზომიერება, ეს არის მჟავეულის გამოყენება,
ვაშლის ძმლის გამოყენება, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მელოგინე ქალზე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ არ დაგჭეთ ეს ქალბატონები უყურადღებოდ, მათ მართალია შვილი უკვე გააჩინეს და თითქოს თავარი მოლოდინი გაგემართეს, მაგრამ ყველაზე მეტ ყურადღებას ახლა ისინი ითხოვენ, იმიტომ რომ თუ არ აღდგა მათი ორგანიზმის ბალანსი, თუ იმაზე მეტი ცილა არ მიიღო, ვიდრე იღებდა ორსულობის დროს, თუ არ გამოსწორდა ნაწლავის მდგომარეობა, მაშინ თმის ცვენა, კანის ცვლილება, რომელიც დამახასიათებელი ამ პერიოდისათვის. თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ასეც უნდა იყოს, მაგრამ ის უნდა აღდგეს 4 თვეში. თუ ეს ასე არ ხდება, ეს არის ზუსტად იმის წინაპირობა, რომ მენოპაუზის დროს ამ ქალბატონს ექნება სერიოზული პრობლემები. ანუ კვება ქალის ცხოვრებაში არ არის ფრაგმენტული, ის იწყება მუცლად ყოფნის პერიოდამდე, ქალის ჩასახვამდე და ერთი ქალიდან მეორე ქალის ორგანიზმში გადადის ფაზების შესაბამისად და როგორია მენსტრუაციის ჩამოყალიბებამდე, მენსტრუაციის დროს, ორსულობის დროს, ლოგინობის ხანაში ეს განსაზღვრავს როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების ფინალურ ეტაპზე ჩვენი მდგომარეობა. მოკლედ თუ გოგოს მშობლებიც გვისმენთ და ალბათ ბევრი გვისმენთ, ჩემსავით ბევრ რამეზე თქვენც დაფიქრდებოდით, არა მარტო გოგოს მშობლები, ეს კვების პრინციპები, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ყველა ადამიანისთვის საერთოა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ იყავით ჩვენთან. მადლობა იმისთვისაც, რომ ეს ამ სტერეოტიპებსაც შევეწინააღმდეგეთ, რაც ძალიან მიყვარს. ქალბატონი მარი მალაზონია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელსაც მინდა ესეთი პატარა ტრადიციის შესახებ მოვუყვედავთ, ხოვო რომ ჩვენი რადიო მსმენელისთვის დაგვიტოვოთ ერთი სიმღერა, რომელსაც ისურვებდით, რომ მოისმინოთ ქალების რადიოს ეთერში. ჰიტი, რომელიც გიყვართ და რომელიც მოგწონთ. ისიც დღეს თემატური იყო ჩვენი საუბარი და მე სწორედ ამ თემას გავაგრძელებ. შეიძლება საზოგადოებისათვის არ არის ფართოდ ცნობილი, მაგრამ ნეტკინ კოლის ქალიშვილი ნატალი კოლი სამედიცინო განათლებას ეუფლებოდა თავდაპირველად მამის დიდი სურვილით, თუმცა ის აჯანყებული გოგონა აღმოჩნდა, რომელმაც სამედიცინო განათლებას არჩია მუსიკალური კარიერა, შექმნა ჯგუფი და ასე შემდეგ და რეალურად შემდეგ ის უნიკალური კომპოზიცია, რომელიც მამის ხსოვნას და საკუთარ ცხოვრებისეულ რთულ ეტაპებს მიუძღვნა. მე სიამოვნებით დავტოვებდი ამ სიმღერას, თუნდაც იმიტომ, რომ გარკვეულწილად მედიცინას, ქალს და ქალის განსაკუთრებულ თავგადასავალს უკავშირდება. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, ეს გახლავთ ქალბატონი მარი მალაზონია. თქვენ უსმენთ გადაცემას ჯანმრთელობის საათი. მე გვანცად არასელია ვარ და მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით.